უნგრელმა ჟურნალისტმა დაახლოებით 9 საათის წინ აცნობა მეგობარს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ნებით დატოვოს საქართველო. ჩვენ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან ვართ. სულ ცოტა ხანში ლასლოს სანახავად შევა მისი ადვოკატი, ხოლო დანარჩენ დეტალებს მას შემდეგ გავიგებთ, როდესაც ის დატოვებს დეპარტამენტს. მანამდე კი მოვისმინოთ ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე არსებობს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გვითხრათ, რა გითხრათ გიორგი თარხნიშვილმა, რადგან ის არის პირველ წყარო, მას დაურეკა უშუალოდ ლასლომ და როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება რომ მას ეს გადაწყვეტილება მაგალითად ზეწოლის შედეგად მიეღო? გამარჯობა, ჩემთვისაც ისევე გახდა ცნობილი ეს ფაქტი, როგორც თქვენთვის, საჯაროდ გავრცელებული ცნობების შემდეგ და როგორც კი ეს ფაქტი ვნახე, მას შემდეგ გამოვემართე, რომ კვლავ შევხვდე ლასლოს, თუ ჯერ გადაყვანილი არ არის, იმედი მაქვს, რომ მოახერხებ მის ნახვას და გასაუბრებას, თუ რა გახდა მიზეზი ამ გადაწყვეტილების მიღების, რადგან გუშინ ღამით რომ ვისაუბრეთ, ის ესე არ ფიქრობდა. შესაბამისად, შევეცდები ვნახო და ამის შემდგომ გავაკეთებ კომენტარს. ისინი ვართვით. კი ბატონო, ანუ ერთ დღეში შეიცვალა გადაწყვეტილება. ვადებზე რას გვეტყვით? აი ამ შემთხვევაში პროცედურულად როგორ იქნება, როდის მოუწევს მას ქვეყნის დატოვება? ჯერ მაინც უნდა გაიმართოს სასამართლო და ამის შემდგომ გაიკვევა უკვე ვადები და ის თუ სად მოთავსდება მანამდე იქნება დარჩება მიგრაციის სამსახურში თუ გამოუშვებენ სახლში და შემდგომ შეძლებს გაფრენას. კი ბატონო. მადლობა, უსმენდით ლასლო მეზესის ადვოკატს, როგორც მოგაწოდეთ ინფორმაცია, სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ ლასლოს მეგობრისგან, გიორგი თარხნიშვილისგან, რომ უნგრელმა ჟურნალისტმა მიიღო ნებაყოფლობით საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება. ადვოკატი დღეს დილითაც გვეუბნებოდა, რომ ლასლოს ეს იდეა არ ქონია გუშინ, ამიტომ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რომლებიც გვეცოდინება და დაზუსტდება პასუხები გაეცემა კითხვებს მას შემდეგ, როდესაც ადვოკატი გაესაუბრება უშუალოდ უნგრელ ჟურნალისტს, მანამდე კი შეგვიძლია მოვისმინოთ თუ რას ამბობს გიორგი თარხნიშვილი, ანუ ლასლოს მეგობარი და ჟურნალისტი, რომელთან ერთადაც ის დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად უწყვეტ პროტესტს აშუქებს. ხადამირეკა ლასლოს საემიგრაციოდან და მითხრა, რომ გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება თავისით, იმიტომ რომ, რადგან აირიდოს მრავალფერიანი პატიმრობა, სანამ პროცესი იქნება, სანამ პროცესი მიმდინარეობს. იმას უკვე აუხსნეს, რომ უფლება აქვთ გააჩერონ რამდენიმე თვე, სანამ ეს პროცესი იქნება. და ეგენი რომ აირიდოს, გადაწყვიტა, რომ თავისით წავიდეს მოახლოს მომავალში. და მე დავეხმარები, რა თქმა უნდა, ახლა და შევხვდე გასაგებს სახლისას. ძალ პასპორტს მიუტან, რომ ბილეთები იყიდო. ვიქტორ ორბანის რეჟიმს გამოქცეული უნგრელი ჟურნალისტი ახლა სწორედ მიგრაციის დეპარტამენტში ყავთ მოთავსებული, როგორც ადვოკატმა გითხრა, ჯერ უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, დაახლოებით 9 საათის წინ, რომ ლასლო მეზესმა თავად მიიღო საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება. ის არის ყოველდღიური აქციების მონაწილე და გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა მაშინ, როდესაც ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში. მას შემდეგ მეზესი გამოირჩევა განსაკუთრებით კრიტიკული პოზიციით, არა მხოლოდ უნგრეთის ყოფილი ხელისუფლებისა და ვიქტორ ორბანის მიმართ, არამედ ქართული ოცნების წინააღმდეგაც კრიტიკულ პოზიციებს აფიქსირებდა, რაც უჩენთ განცდას მათ შორის მის მეგობრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომ შესაძლებელია საქართველოდან მისი გაძევების გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ გაანეიტრალონ ევროპელი ჟურნალისტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდს პირდაპირ უპირისპირდებოდა შეუფარავად.